ბოლო დღეს ნახე, ყველაში დამბეჭდავი ნამუშევარი. ჩემი აზრით არის ეს ცხოვრება, თავისი განთიადებით და დაისებით და ტკივილებით და სიამოვნებებით არის უდავოდ შთამბეჭდავი სანახაობა და ნამუშევარი. ბევრ დროს და ენერგიას ჩავდებდი და დროფულია როგორც ამბობენ, რომ რამდენიმე ქართველი არტისტი რომ ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, თქვათ. და არიან მაგალითად ლადონიანი არის ესეთი არტისტი, რომელიც მე ვთვლი, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის და ძალიან დაუმსახურებლად, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომელიც არის თან ხელოვანი და თან პროგრამისტი და ეხლა რამდენიმე კვირის წინ მაჩვენა თავის პროგრამა chatbot-ი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და თვითონ სწავლობს რაღაცებს და შეგიძლია მასთან კონტაქტი და ძალიან კაი გეგმები აქვს მაგ რაღაცას და ეგ ძალიან ბევრ ენერგიას ჩავდებდი, რომ ქართველებმაც გაიგონ და საზღვარგარეთაც გაიგონ. კიდე ბევრი არის ვინმე რომ გამოჩვენს, ხო იცი არტისტებიც ცოტა კაპრიზდი ხალხია, ყველას ეწყინება, მაგრამ რამდენიმე ჩამოთვლი მაინც უცებ. დეცუ ჭინჭარაძე და მარიამ ნატოშვილის დუეტი ჩემი აზრით უმაგრეს რაღაცებს აკეთებენ და მაქსიმე მაჩაიცა, რომელიც აი არ ვიცი როგორც დეცუ და მარიამი 24 საათი თავის არტზე ფიქრობენ, რომ ხედავ 24 საათი მანდარია. მაქსიმეც ეგრე არის, 24 საათი თავის ხელოვნებაში ცხოვრობს, ესე ვთქვათ რა და ჩემი აზრით ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებს და სოფლიომ უნდა იცოდეს ისევე როგორც ჩვენთან საქართველოში. ბოლო დროს უყურებ 1000 თრეშ, რასაც ყველა უყურებს. რეალურად ეგრე მაგ შემთხვევაში რჩევას ვერ მოგცემ, თვითონ რასაც ვიტყვი ალბათ ყველას აქ ნანახი, ანუ ძირითადად რაღაცა ხა ისეთ პერიოდი მაგ ცხოვრებაში, რომ არ მინდა რამე ღრმა ისეთ რაღაცებს უყურე, ემოციურ რაღაცებს, იმიტომ ისაც ემოციური ფონი მაქვს და მირჩენია რაღაც ზედაპირულ ისეთ ბლოკბასტერებს უყურო. და თან მეორე მხრივ ეხ გამიჩნდა ისე ფილმის სცენარის დაწერის მუღამი, ესე ვთქვათ და ეხლა უყურებ ისევ ძველ ფილმებს და ვაკვირდები სტრუქტურის მიხედვით რა როგორ არის დალაგებული, რომ ეს სცენარი როგორ არის გაკეთებული. ნუ ზედ თამკითხულობ ხოლმე ამ სცენარებს. იუნგის წითელი წიგნი, ეგრე ქვია. და ეს არის, რა ქვია, მის ცხოვრებაში არ გამოცემულა არასდროს. იმიტომ რომ უფრო მეტად, ანუ თეორიაზე, ფსიქოლოგიურ თეორიაზე მეტად არის დღიურები იმ პერიოდის, როცა ეგონა რომ გარეკა თვითონ. და ჩანაწერებს აკეთებდა და ეხლა გამოქვეყნდა ეს ჩანაწერები და ძალიან საინტერესო ის არის ადამიანის, ანუ მე მგონია რომ ნებისმიერ ადამიანს რო წაიკითხოს თავის თავს იპოვის მანდ, ანუ ადამიანი როცა ცოტა იკარგება ან რაღაც ისეთ სიტუაციებში ხვდება, დაახლოებით ეგ კითხვები უჩნდება თავის და სამყაროს მიმართ, რასაც იუნგი მან წერს. და ჩემი აზრით ურჩევდი ყველას რომ წაიკითხოს და კიდე არის ესეთი მწერალი ერიკ ემანუელ შმიდტი, რომლის რომანი წავიკითხე ულისე ბაღდადიდან, ეგრე ქვია რომანს. და ეგ ძალიან ესეთი ემოციური რომანი არის, მაგრამ ურჩევ ყველას რომ წაიკითხონ. ჩემთვის თქვა როგორც დევნილისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, იმიტომ რომ მაგ იმასე არის შუა აზიაში კონფლიქტებზე და როგორ მიდის ეს ადამიანი მერე მოგზაურობაში, ამ თავისი ქვეყნიდან რომ იპოვოს ახალი თავისი სახლი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რაღაცებზე ვიჯექი, ესე ვთქვათ, რაღაცებს უსმენდი. აი ხა ძირითადად მე მგონი თრებს უსმენ ეხლა. და კიდე ambient-ს, ანუ ambient-ი არის, რომელიც ყოველთვის დამყვება, ესე ვთქვათ და მე ურჩევდი ჩემს მეგობრებს, ყოველ შემთხვევაში ესე ვეუბნები ხოლმე, რომ მეუბნებიან იმას NASA-ს აქვს ჩაწერილი კოსმოსური ხმები. ანუ ხმები არ არის რეალურად კოსმოსში, ელექტრომაგნიტური ტალღები არის, რომელსაც იწერენ და მერე გადაყავთ კონვერტირებას აკეთებენ საუნდში რა. ჩვენ ძალიან პატარა დიაპაზონს აღვიქვავთ ამ ხმების და საუნდში კონვერტირებული შეიძლება მოისმინოთ თქვა იქ სატურნის ხმა, დედამიწის ხმა, იუპიტერის ხმა და ასე შემდეგ და შემიძლია ესეთი რაღაცნაირი ბუნებრივი საკაიფო ამბიენტი გამოდის. მე და ჩემი მეგობრები გავიზარდეთ ისე დროს, რომ თორსა ყველაზე ესეთი კარგი კონცერტი, ლაივ კონცერტი რაც მინახავს რეალურად, რა ვიცი, ქუჩის ბიჭები და რაღაც ეგეთი ჯგუფები იყო და
რატომღაც ვერ შევჯექი მაგ კულტურაზე, რომ აი კონცერტები და დიდად აი ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც ლაივებს უსმენს, თქო, ვიღაცის 2004 წლის ლაივი, 2012 წლის ლაივი და ესე შემდეგ. და მე დიდად ვერ ვკაიფობ მაგ რაღაცაზე. რა ვიცი, სახში მოსმენილი მგონია, რომ კი, ლაივს აქვს თავის რაღაცა, მაგრამ მე მგონი არ ვიცი. დიდად ჩემს საყოველთაო ჯგუფებზეც არ ვიცი, დიდი სურვილი არ მაქვს ხოლმე ლაივზე წასვლის. სახში. სახში ხო. კლუბებში დიდად ვერ ვერთობ. რა ვიცი, სხვადასხვანაირად. ხან მარტო ყოფნით ვერთობი. სხვათა შორის ძალიან დაგვაუწყდა მარტო ყოფნით, როგორ შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, გაერთოს. ერთობა მაინც და მაინც არ არის. просто ცეკვა და რაღაც. თუმცა ნუ ცეკვის საწინააღმდეგო კი არა, პირიქით პრო ცეკვის სტივარ, ესე ვთქვათ, მგონია, რომ ცეკვა არის ადამიანის გამათავისუფლებელი ბევრ რაღაცაში და მთელი შენი პრობლემები თუ კარგი ხასიათები, კარგი განწყობა და შენი დემონები და ანგელოზები ამ ცეკვაში ვლინდება, მაგრამ მე მაინც უფრო მიყვარს სახლის რეივები, ესე ვთქვათ რა. სახში უფრო მეტი თავისუფლება იმ მხრივ, რომ ვიღაცა შეუძლია იწვეს, ვიღაცა შეუძლია იჯდეს, ვიღაცა შეუძლია ტელევიზორს უყუროს ამ შოუ ფართიზე და ნუ რაღაც ეს მაინც ერთი ორგანიზმი უფრო მაინც შეკრული არის ხოლმე რა. და ბევრი ადგილი სადაც შეიძლება წავიდნენ და რაღაცები ნახონ. მე რა ვიცი, მე ურჩევდი აი ჩვენს მეგობრებთან ერთად იარო ჩვენ სახლებში. გაერთობიან, ანუ უფრო ავთენტური გართობა იქნება, ვიდრე ნუ იმას მაინც ნახავენ, რაც ანახავი არის. ხდები თავის ტურისტულ წიგნში ყველაფერი ისედაც წერია და ისაც არ წერია ამ ტურისტულ წიგნებში, ეგ არის ჩემი აზრით გაცილებით საინტერესო. ანუ სხვა ქალაქში სადმე რომ მივდივარ, ჩემი აზრით ქალაქის ნამდვილი სული ვლინდება აი იმ რაღაცებში, რაც აი ამ ტურისტულ იმაში არ არის, ესე თქვათ, პირდაპირ გაწერილი რა. ეგ რაღაცები არის, ნუ ეს სხვადასხვა სახლები, რომ სხვადასხვა იმები, სანთლებივით რო ანთია მთელ ქალაქში. ამოჩენებული ნივთი ესე ეხლა არ მაქვს თუ არ ჩავთვლით, ნუ აი ამას დიდად ამოჩენებული არ არის, პროსტა მიკეთია, იმიტომ რომ შემილოცეს, შეუძლია გამიკეთეს და ამაში ჩადეს ჩემი ენერგია და სული და გული და ხა მინდა რომ მოვიცრო, მაგრამ ვეღარ ვიცრო. გავაკეთო, მითხრეს რომ არ უნდა მოიშორო, თან და ვატარო და ნუ აი ესე ვატარებ თან. მე უფრო მევყავარ ამოჩენებული, ვიდრე მე მყავს, ეს არის თორის ჩაკუჩი. სკანდინავიური ღმერთი თორის ჩაკუჩი. ვინაიდან და რადგანაც პროფესია არ მაქვს, ნუ ეს ჩამოყალიბებულად აი ეს პროფესიულ შოუს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნუ ჩემი აზრით მაინც ის ვიდეო თუ გაქვს ნანახი, ვიღაც პოლიტიკოს რო ეკითხებიან, ვიღაც სხვა პოლიტიკოსი რა იყო მისი რა მთავარი მინუსიო და ის ადამიანი პასუხობს, რომ დაბნეული პასუხობს დრო. და ნუ ესეც სასაცილო ის არის, მაგრამ არავინ არ დაფიქრებულა მან დროს სიამოვნებაში ძალიან ეგზისტენციალური საინტერესო კითხვა პასუხი უთხრა. და აი მარიამს დედუსაც ჰქონდათ ეს მანამდე გაკეთებული დიდი აბრა, სადაც ეწერა დრო და ნუ ყველას თავის ინტერპრეტაცია ჰქონდა ამ დროის და ნუ ჩემი აზრით დრო არის რჩევა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე ახსოვს რომ 19 წლის ამო დავხუჭე თვალები და გავახილე უკვე 29-ის ვიყავი და ვფიქრობ რომ ძალიან სწრაფად მიდის და ჩემი აზრით ყველა და დროის მოხელთება და გახედნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და იქნებოდა ჩემი რჩევა დრო. მე ვიმედოვნებდი რომ თქვენ მომცემდით რამე რეკომენდაციას ესე ჟიზნე ცხოვრებაში, ანუ ეხა იქით საჭიროები რეკომენდაციებს, ვიდრე იქით რომ ვაძლევდე, მაგრამ რეკომენდაციისთვის მე მგონი ძალიან კარგი იქნებოდა ესეთი რაღაცა. ეხლა სანამ ეს ლაგდებოდა კამერები და რაღაცები ვფიქრობდი და ეს არის, ანუ ადამიანი ხო არ არის სტატიკური რაღაცა, რომ ყოველთვის ერთ და იგივე არ არის რა და კარგი იქნებოდა რეკომენდაციისთვის, რამდენჯერმე რომ ჩაგეწერა ერთი ადამიანი, ვთქვათ, შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში.
და მაგის ევოლუცია რომ ნახო, ანუ როდის როგორ პასუხობს ვიზა, იმიტომ ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს სეზონებიც. მე ცხოვრებაში კიდე რა მოხდა კაცმა არ იცის და რამდენად იცვლება მისი რეკომენდაციები. ან მეორე ვარიანტია დილით შუა დღეს და ღამე რა ჩაწერო, რომ ნახო, აი პარასკევით ღერო აიღო და ჩაწერო დილით 9 საათზე, მერე 3 საათზე და მერე ღამის 12 საათზე. ძალიან საინტერესო იქნებოდა. რა გამოვიდოდა მაგ ყველაფრიდან.